საუბრების საკვირაო სახარებასთან დაკავშირებით, ანუ რომელიც სახარებაც ხვალ დილით ლიტურგიაზე წაიკითხება. ხვალ იკითხება ლუკას სახარების მერვე თავის 56 მუხლები. ეს სახარებაში არის აღწერილი სინაგოგის მთავრის შვილის 12 წლის შვილის ყურეთით აღდგინება და ასევე სისხლმდინარე ქალის განკურნების ამბავი არის აქ გადმოცემული. ახლა მივყვეთ თანმიმდევრულად. და ესე რა მოვიდა კაცი და სახელი მისი იაიროს და ესე მთავარი იყო შესაკრებლისა და დავარდა ფერხთა თანა იესოსითა დაიბედრებოდა მას, რაითა შევიდეს სახსა მისა. ეს იყო როგორც ვახსენეთ, შესაკრებლის მთავარი, ანუ სინაგოგის მთავარი, ესე ვთქვათ, წინამძღვარი, რომელსაც რაღაც მრავალი საქმე ქონდა ჩაბარებული, ესე ვთქვათ, მართავდა სინაგოგას. სინაგოგისთვის შეკრებისათვის თუ რაიმე საჭირო იყო თანამედროვულად, როგორც განსწავლული ადამიანი, ისეთი იყო ჯულში, რჯულის განმარტებაში სინაგოგის დანიშნულება იყო რჯული განემარტა, როცა შეიკრებებოდნენ ლოცვისთვის, ასევე რჯულს მარტავდნენ, საუბრობდნენ ძველი აღთქმის წიგნებზე, წინასწარმეტყველებებზე და ასევე სხვადასხვა ისეთ საკითხზე, რაც სულის ცხონებას გადარჩენას ეხებოდა. და აი ამ საქმის მოთავეც იყო, ესე ვთქვათ, წინამძღვარი იყო ამ საქმისას, ანუ ყველაზე განსწავლული ადამიანი ერთ-ერთი და ესე ვთქვათ, ავტორიტეტი ადამიანი. და მაცხოვრის წინაშე დავარდება ეს ადამიანი და სთხოვს, რომ მისი შვილი განკურნოს. ანუ როდესაც მიდის რა იაიროსი მაცხოვართან და ამ სათხოვნელად მისი შვილი უკვე სარეცელს არის მიჯაჭული და უკვე ესე ვთქვათ სიცოცხლის რაღაც შეწყვეტას ებრძვის, ესე ვთქვათ სიცოცხლე უნდა დაასრულოს და ქრება მისი სიცოცხლის სინათლე, ესე ვთქვათ ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ ბჟუტავს მისი სიცოცხლე. და მაცხოვარს ევედრება, რომ წამოვიდეს, მის სახლში მოვიდეს და ხელი დასდოს და ეს კი სჯერა, რომ მივა მაცხოვარი მივა მის სახლში, ხელს დაადებს და განიკურნება. მაგრამ ამავდროულად განმარტებლები საუბრობენ და ავლებენ პარალელს იმ დიდ სარწმუნოებასთან, რომელიც ჰქონდა ასის თავს. ეს ასის თავი იყო რომაელი წარმართი. მაგრამ მათი სახარებაში რო არის აღწერილი, ასის თავი განეუბნება ჩემს სახლში მოდით და განკურნე, არამედ ეუბნება, რომ მარტო სიტყვით თქვი და განიკურნება. თავისი მონის განკურნება უნდა წარმოიდგინე. და ეგ პარალელო გავავლოთ, ის წარმართი იყო არა იუდეველი რჯულით და პირიქით აქეთ შესაკრებლის მთავარი ხო, რომელიც ეუბნება, რომ არა, წამოდი ჩემს სახლში, სთხოვს, რომ იქნებ ცოცხალს მიუსწრო ჩემს შვილს და განკურნო. რამე თუ ასული მარტო იესო მას, რომელი იყო 12 წლის და იგი მოკვდებოდა და მისულას ამას მისა, ერი იგი შეკრებებოდა მისა. ანუ თან ამავდროულად, როდესაც მივიდნენ მაცხოვართან და ეუბნება თავარი, რომ წამოვიდეს მასთან, ეს ხალხიც გაიგებს ამას, იმიტომ რომ მრავალი ადამიანი იყო მაცხოვართან და ეს ხალხიც მიყვება, ზოგი ინტერესის გამო, ზოგი ფიქრობს, რომ აი რაღაც სასწაულს აღასრულებს, ვიღაცა უნდა განკურნოს და აბა მოდი ჩვენც დავესწროთ. ნახოთ, ანუ რწმენაც იყო ხალხისა და ასევე იყო თან ინტერესი, რასა გააკეთებდა მაცხოვარი. და იყო ვინმე დედაკაცი წყაროისა სისხლისა და 12 წლიდან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა. და ამ ხალხ მრავალ ადგილას მიდის ერთი ადამიანი, რომელიც 12 წლიდან სისხლის დინებით იტანჯება. და პირდაპირ არის აღწერილი, რაც ავიკითხე, რომ მრავალი წარეგო, ანუ ცდილობდა, რომ ხორციელ მატერიალურად მკურნალებში დახარჯა, მაგრამ მას ვერანაირი წყალობა ვერ ეძლევა მკურნალებისგან და დარჩა იმედი. დიდ როგორც ფიქრობ, სასწაულმოქმედთან, წინასწარმეტყველთან, დიდ ადამიანთან მივიდეს, ვინც ყველა ადამიანს კურნავს მისდამი რწმენით მისულებს. მაგრამ აქ პრობლემაა. ამ დაავადების დროს, ესე რომ ვთქვათ, ამ პერიოდის დროს არ შეუძლია რჯული გძალავდა, რომ ესეთი ადამიანი ხალხში ეხებოდა, ხალხში მისულიყო. და ეს სირცხვილი და ეს რჯულის მორჩილებით, ნახეთ, არ ღვევს ჯულს, ხალხში მიდის, არ და იგზალება, რომ მისულიყო ხალხში. არ ღვევს ჯულს, მიდის მაცხოვართან და მოვიდა ზურგით კერძოი და შეახო ფესვსა სამოსლისა მისისასა და მეხსეულად დააცხრა წყარო იგი სისხლისა მისა. ანუ მალულად მიდის, ჩუმად მიდის, ვერ იდება, რომ ხმამაღლა ამას ვერ იტყვის.
იმიტომ რომ ერთია რომ არის ცოდვათ ითვლებოდა ეს მომენტი და ჩუმად მიდის, ზურგით მიდის და მისი სამოსვლის ფესვს ეხება. ანუ მოსასხამებივით იმოსავდნენ, რომელსაც პატარა ფოჩები ჰქონდა, რაც ნიშნავდა, რომ ებრაელს უნდა ხსომებოდა ცნებების გასახსენებლად იყო ეს ფოჩები, ესე რომ ვთქვათ, და ეს მე ლოცვიზოს თავზეც იფარებდნენ ხოლმე ამ მოსასხამს და მასთან მიდის და მის სამოსლის პატარა ფესვს, პატარა ნაწილს შეეხება და ფიქრობდა რომ რა თქმა უნდა მათესთან როგორც არის უკვე აღწერილი, რომ ფიქრობდა თუ შევეხები განვეკურნები. ანუ მიდის მთელი რწმენით, მთელი შეგნებით, რომ არა სამოსელშია თუნდაც ალა, არამედ ქრისტეს რწმენა აქვს მას. და შემდგომ უკვე მაცხოვარი ამბობს და ვინ შემახომე, ვითარცა უარყოფდეს ყოველნი თქვა პეტრე და მისთანათა მოძღვარ ერნი გარე მოგადგენს და შეგაიწროებენ შენ და შენი თქვი ვინ შემახომე? ხოლო იესო რქვა მას შევინმე მახომე რაითა მევცან ზალი განსრული ჩემგან. და იხილა რაი დედაკაცმა მან, რამე თუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეურდა მას და რომლისა ბრალისათვის შეახო უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა და ვითარცა იგი მეხსეულად განიკუნა. ახდება ესეთი ამბავი, მაცხოვარი არ მალავს ამ სასწაულს. ამ ადამიანმა მიიღო წყალობა მეხსეულად თავისი რწმენის და გამო მიიღო წყალობა და მაცხოვარიც ეუბნება რომ არ უნდა რომ დარჩეს გაუხმაურებლად. აი ცოტა ხანში ვნახავთ მიცოლებულს აღადგენს და ამბობს რომ არავის უთხრან. სხვა მრავალ ადგილასაც ვხედავთ რომ მაცხოვარი სასწაულს იქნოდა ამბობდა ესეც სიტყვებს რომ წადი არავის უთხრა და მადლობაში ეცილე ღმერთს ან სხვადასხვა ან არ ცოდო ან ოღონდ ეუბნება არავის არ უთხრა. აი აქ ეუბნება რომ ჩემგან ზალი გავიდა და ვინ წაიღო ეს ზალი ჩემგან. რა მაცხოვარმა არ უწყოდა, რა თქმა უნდა ყოველივე უწყოდა და მაცხოვრის ნებით მოხდა რომ რა თქმა უნდა ადამიანი განიკუნა, მაგრამ ეს უნდა გამხდარიყო ცნობილი. ჯერ ერთი რომ აი ეს ადამიანის ცხენოდა, რომ ადამიანის ეგრეთ წოდებული რეაბილიტაცია მოახდინა მისი ამ ადამიანისა რომ ნუ ცხენია. აღიარეთ ამამად, მოდით ამამად. თანამედროვულად აქ მტკიცდება ღმერთის ყოვლის მცოდნეობა. აქ თვითონ ქრისტემ როგორც განკაცებულმა ღმერთმა, ხორჩესმულმა ღმერთმა გამოავლინა ღვთაებრივი ბუნება. რაც ნიშნავდა ყოვლის მცოდნეობა. წარმოიდგინე, სამოსელზე შეეხო და ძალით სანილოდ განცრუმა. რა თქმა უნდა ეს ძალაც ღმერთმა თვითონ ქრისტემ თავადვე მიმადლა ამ ადამიანს და ამავდროულად იმ ხალხისთვის თქვა. ერთ-ერთი მამა ამბობს იქ რომ მრავალ ვარიანტ ჩამოთვლიან განმარტებლები რატომ და ეს ერთ-ერთია რომელიც უნდა ვიცოდეთ რომ იმ შეკრებილ ხალხის სამხილებლად თქვა მაცხოვარმა. და რა იყო მათი მხილება? მრავალი ადამიანი იყო იქ. რამდენი ადამიანი ეხებოდა? რამდენი ადამიანს უნდოდა რომ რაღაც წყალობა მიიღო ქრისტესგან. მაგრამ იღებს ეს ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ ეს სხვა ადამიანებიო არ იყვნენ ის ერთწმენით გამშვალული მაცხოვრისადმი. მაცხოვართან არიან, მაცხოვრისას ისმენენ, მაცხოვარს ეხებიან, უნდათ რომ მიიღონ სასწაული, მაგრამ პირდაპირ ხაზგასმა რწმენით არ არიან მისდამი მისულები. და ზუსტადაც განმარტებაც მოყავს მე პარალელი რომ ჩვენს გვეხება ესო. შეიძლება იყო ტაძარში. შეიძლება ცდილობდე გარეგნულად ყველა წესჩვეულების შესრულებად მაზიარებელიც იყო, ამსარებელიც იყო, მაგრამ ქრისტე ვერ იპოვო კიდე. მას უფრო მეტი აღმატებული რწმენა ჭირდება, მას მეტი უფრო დიდი ღვაწლი ჭირდება და არა უბრალოდ ყოფნა ეკლესიის წიაღში და ამით და იმიტომ რომ მაცხოვარი ამბობს ხო სხვა ადგილას ახარებაში რომ მრავალი მეტყვიან რომ მე უფალო შენი სახელით არ ვიქნოდი ამას და უფალი ვერ იცნობს, როგორ ვერ იცნობს, უფალი ვერ ცნობს და ვერ იცნობს მათ საქმეებს, მათ ცხოვრებას, ანუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ. ეს არის მნიშვნელოვანი და აქ მაგიტო ამბობს მაცხოვარი და მაგიტო გამოიყენს ამ სასწაულს ააშკარავს რომ ამ ხალხის რწმენა დაანახოს. აი ადამიანის რწმენა რომელიც უნდა და მიიღებს და აი სხვა ადამიანის რწმენა რომელსაც უნდათ, მაგრამ ვერ იღებენ. იმიტომ რომ არ წამთ ისე როგორც საჭიროა და ეს ადამიანი მე როცა დაიბარებს მაცხოვარი ეტყვის და გამოაშკარავდება ყველაფერს, თამამად აღიარებს იმ სირცხვილს, რომელიც ეგონა რომ სირცხვილი იყო და რომელიც ჩუმად უნდა აღესრულებინა. ხოლო იესო რქვა მას, ნუ გეშინი ნასულო სარწმუნოება მან შემა, გაცხოვნა შენ ვიდოდე შვიდობით. ანუ შენი სარწმუნოებით ცხონდი, გადარჩი, იცოცხლე, განიკუნე, შენმა სარწმუნოება მოგცა იმ დიდმა და ძლიერმა სარწმუნოება, რომელიც სარწმუნოებითაც მოხვედი ჩემ დამდე და რომელიც სარწმუნოებითაც
გინდოდა რომ კურნება მიგეღო. აი ზუსტადაც ეს სარწმუნოება გახდა შენი განმაცოცხლებელი, ანუ შენი განმაკურნებელი, შენი უძლურებისგან, რომელიც ამდენი წელი იტანჯებოდი და მიიღე ეს წყალობა შენ ეხლა. და ვითარცა ეტყოდა ოდენ მოვინმე ვიდა შესაკრებლის მთავრის ამის დარქვა მას, ვითარმე დასული შენი მოკვდა დააშრობ მოძღვარსა. აქ ეხლა მეორე მომენტს უნდა შევხედოთ. შესაკრებლის მთავრის მოთმინებას და რწმენას. მასაც რწამს, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს მისი სარწმუნოება აქ უკვე უნდა ჩაქრეს. ხო დაუძახა მაცხოვარს. ხო დაუძახა რომ შვილის განკურნება უნდა, 12 წლის შვილის, ერთადერთი შვილის. და ის მცირედი სარწმუნოება, მცირედი მთლად სრული არ იყო, ისეთი სრული როგორც ასისთავს ხონდა, როგორც ვახსენეთ, ხო? და ის მცირე სარწმუნოებაც კი შეიძლება ჩაქრეს მასში. მოვიდა, ელოდება, მაგრამ ნახეთ თან როგორ ითმეს. მიდის შვილი უნდა გარდაიცვალოს, წუთი და წარმოიდგინე, მიდის, ვიღაცა შეეხება, ქრისტეს საუბრობს, რაღაცა დრო გადის და ეს ითმეს, წარმოიდგინე მის გულში რა ხდება ახლა. წუთი უნდა მიასწროს და ქრისტე აქ ჩერდება, ნელ-ნელა მიდის, ანუ რამხელა მოთმინება სჭირდებოდა ამ დროს ამ ადამიანს და არ ჩანს რომ დრტვინავს. მოურჩილად მიხვება ქრისტეს. მოურჩილად მიდის ქრისტესთან ერთად. მაგრამ აი გარდაიცვალა მისი ასული და აი ახლა კი შეიძლება რომ მისი სარწმუნოება სრულიად ჩაქრეს. ის ნაპერწკალი რაც არის ამ ადამიანის რწმენაში, იმასაც ელოდება ჩაქრობა. ხოლო იესოს ვითარცა ესმა, რქვა მას, ნუ გეშინინ, გარნა გწმენინ და ცხონდეს იგი და იცოცხლა, ანუ ნუ გეშინია. გწამდეს და ის იცოცხლებს, ის გადარჩება. მაგრამ ამავდროულად იცის რომ გარდაიცვალა. ესეთი რამე შეატყობინეს რომ გარდაიცვალა. ნუ გადაღლი მოძღვარს, ესეთი პასუხით მოვლენ თავისიანები. და ვითარცა მოვიდა იესოს სახსამას არავინ უტევა შესვლად, მისთანა გარნა პეტრე, იაკობ და იოანე და მამაი და დედაი მისი ყრმისასა. სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს, ხოლო იესო რქვა მათ, ნუ სტირით, რამით უყრმა იგი არა მომკვდარს, არამედ ზინავს. მივიდა სახლში და მასთან ერთად სახლში შეჰყავს 3 მოციქული. ამ 3 მოციქულს ხედავთ თაბორზე, ამ 3 მოციქულს ხედავთ გეცემანის ბაღში, მაცხოვართან, იმიტომ რომ ესენი განსაკუთრებულად იყვნენ დამტევები და თან ამ მოციქულე როგორც რწმენის სიმბოლო, როგორც სიყვარულის სიმბოლო, როგორც თავგანწირვის სიმბოლო, იმიტომ რომ მათში ყველაზე განსაკუთრებულად იყო ეს ყოველივე ამ დიდ 3 მოციქულში. და ტირიან ესეთი წესი იყო კიდე სპეციალურად, სხვათა შორის ერთ-ერთი განმარტებელი სპეციალურადაც მოყავდათ ხალხი მოტირალენი. თან რა არის აღმოსავლეთის წესით იმ დღეს უნდა დაიგრძალოს მიცვალებული, უკვე ამზადებენ, უკვე სავარაუდოდ გაამბანეს მიცვალებული, უკვე ამზადებენ დასასაფლავებლად, უკვე მოსწრებული აქვთ, რომ დაეძახებინათ მოტირალი ხალხისთვის, ვინც იტირებდა და ვინც უფრო დაამძიმებდა ამ მდგომარეობას, რომ უფრო მეტი სინანული და მეტი ცრემლი დაღვრილიყო და იესო ეუბნება, რომ არ მოკვდა, არამედ ზინავს და ხოლო იგინი ბასრობდეს მას, უწყოდეს რამე თუ მომკვდარიყო, ანუ დასინროდნენ ქრისტეს. რომ უთხრა ქრისტემ, მან ზინავს ჯერ. ისინი დასინიან ქრისტეს. აი მარტო რატომაც კი არ უნდა დასწრებულიყვნენ ისინი ამ კონკრეტულ აღდგომას, არც წამს, არ ჯერ არაფერი, დასინიან პირიქით მაცხოვრის სიტყვას, რომელიც ამბობს, რომ მას დაძინება და რატო ახსენებს დაძინებას, იმიტომ აძინებს დაძინებას, როგორც მალევე გამოიღვიძებს ადამიანი ძილისგანო, ისეთი გამოგვიძება უნდა მოხდეს, ისეთი სასწაული უნდა აღასრულოს, როგორც დაძინებული იღვიძებს, ისევე ქრისტეს სიტყვით მიცვალებულმა უნდა გაიღვიძოს. ხოლო და თავად მან გამოასხა ყოველი და უყრა ხელი ყრმისა მის და ხმაყო ყრმაო აღზდეკ და მოიქცა სული მისი და მეხსეულად აღსდგა. და უბრძანა რაითაც ეს მას ჭამადი, ანუ მივიდა, ხელი გაუწოდა და ერთი სიტყვით ყრმაო აღზდეკ. და როგორც თქვა მაცხოვრმა, როგორც ძილიდან რო ადვილად გამოდის ადამიანი, ჩათვალე როგორც ჩაძინებული ადამიანი იღვიძებს, ისევე გაიღვიძა ამ ადამიანმა და ვინმესთვის რო არ ყოფილიყო, რომ მაგალითად სხვა სული მიიღო, ან იყო ესეთ სწავლება და კონკრეტულად რომ ეს ადამიანი და ის თავისი სული დაუბრუნდა და არა სხვა ადამიანის, იყო ესეთი არასწორი სწავლებები და შეხედულებები და ამავდროულად თან განცოცხლდა ისე, როგორც თითქოს ჯამთელი და უძლური არ ყოფილი. წარმოიდგინე რაღაც პერიოდი ეს უძლურად არის, ძალები წართმეული აქვს, გარდაიცვლება, რატომ აძლევს, მოდი საჭმელს დღეების უჭმელი ადამიანი, რომელიც არასელს არის მიჯაჭული, აღზდება, განცოცხლდება
სული დაუბრუნდება, სწავლება სულის მარადიულობაზე და უკტავებაზე, რომ სული გაყრილი იყო ხორცს და ხორცი მკვდარი იყო, ხოლო სულის შესულით იგივე ხორცში ხორცს ადამიანი გაცოცხლდა და უბძანა რაითა სენ მას ჭამადი, ანუ მისცენ აჭამონ, რომ არ არის ეს მოჩვენება, არამედ ისევ ის ბავშვი არის, რომელიც მიიცვალა და ამის შემდგომ განუკვირდებოდა მამათა დედათა მისთა, ხოლო თავადმა ნამცნომად რაითა არავინ უთხრა საქმე ესე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საქმე დაფარული არავისთვის დარჩება, მაგრამ ამავდროულად აი აქ უკვე მალავს უკვე უფალი თავის სათნობას დაიმალოს, მაგრამ ეს სათნობა რა თქმა უნდა მაინც დამალული არ დარჩება და ესეთი სასწაულის ახარებაში 3 ადგილი აღწერილ, სადაც მიცვალებული განცოცხლდება, ხომ? ნაინელი ქვრივის, იარიოსის შვილი და 4 დღის მკვდარი ლაზარე. აი ესეთი იყო დღევანდელი დღის წასაკითხის ახარება და ავსი იბედია გასაგები იყო და ჩვენ სწავლებას მოგცემს აი პირველ რიგში ეს რწმენასთან მიმართებით სწავლება ეს საინტერესო განმარტება იყო, რამდენჯერმე გვაქვს ეს კვირას ამოკითხული, მაგრამ ეს განმარტება ყველა საინტერესო იყო, რატო ამახვილებს ყურადღება სისხლმდინარე ქალის ამ სასწაულზე და რატომ არ დატოვა დაფარულად, იმიტომ რომ ვიცოდეთ რა სარწმუნოება, როგორი სარწმუნოება სჭირდება ადამიანს და ამავდროულად მამები გვარიგებენ და გვაძლევენ მინიშნებას, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ თუნდაც ხატებისადმი, წმინდანის ნაწილებისადმი და ასე შემდგომ, რომ პატივისცემით, სიყვარულით, რწმენით, მინდობილნი და მიახლებული ადამიანები მივიღებთ იმ ღვთისდიდ წყალობას, იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქულს ქრისტე გუშთა დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე, წარმოიდგინეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცთან მივდივართ, როგორი რწმენით უნდა მივიდეთ, როგორი სიყვარულით უნდა მივიდეთ, რომ აი ეს განმარტებელი რასაც ამბობს, რომ მრავალი მიახლებოდაო, მაგრამ მიიღო იმან, ვისაც მეტად სწამდაო, ხო? ჩვენს მრავალი მივიახლებით, მაგრამ არ დაუჩეთ იმით რიგებში, რომლებიც ვერ იღებენ ქრისტეს მართსა წყალობას, იმიტომ რომ თვითონ ჩვენვე არ გავხდეთ ესე რომ ვთქვათ, მადლის მიუღებელნი და ჩვენივე გამოისობით არ იყოს, რომ ღვთის მადლი ჩვენვე დავაბკოლოთ ჩვენი სულების ხონებისათვის. ერთმან დაგლოცოს და გვაგურთოს.